სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. წინაჯერზე ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ ხელოვანთა საზოგადოების დაარსებისა და მისი ზოგიერთი თვისების შესახებ. ახლა ისიც უნდა ვთქვათ, უფრო ზუსტად კიდევ ერთხელ დავიმეოროთ, რომ მასში შემავალი მხატვრები სრულებით განსხვავებული მიმართულებისა და ბუნებისანი იყვნენ. და ეს აეხება არა მხოლოდ ასაკით განსხვავებულ მხატვრებს, უნდა ვთქვათ გიგო გაბაშვილი რომ განსხვავდებოდა შალვა ქიქოდისგან, დიდი გასაკვირი არ არის, მათ შორის მთელი თაობა ძევს დროის თვალსაზრისით. უფრო საყურადღებო ისაა, რომ თვითონ ამ ახალ თაობაში 1910-იანი წლების მხატვართა დასშიც საკმაოდ განსხვავებული ხასიათის ხელოვანი არიან. ახლა ერთის მხრივ ვთქვათ რაციონალური ეს პირობითი განსაზღვრებაა და მასზე კიდევ მოგვიწევს საუბარი. დავით კაკაბაძე მეორეს მხრივ ისეთი უფრო ესთეტიკური, ლირიკული ლადო გუდიაშვილი, ან თქვათ ესეთი ფეთქებადი ელენე ახვლედიანი სრულებით განსხვავებული ადამიანები და სრულებით განსხვავებული მხატვრული ხელწერა. ამავე დროს იქ ჩანს სხვა ტიპის სხვაობებიც. მაგალითად დავით კაკაბაძესთან უკვე მაშინ 1910-იან წლებში ჩნდება კუბისტური თუ ფუტურისტული ნამუშევრები. ამას ვერ ვიტყვით დავუშვათ ლადო გუდიაშვილზე, მით უმეტეს ელენე ახვლედიანზე, სუმთად ვერა უფრო მოგვიანებით ამ თაობას შეერთებულ ქეთო მაღალაშვილზე. მიუხედავად ამისა, ყველა ეს ხელოვანი ჩვენს დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც მოდერნისტები. რას ნიშნავს ახლა ეს? მე რამდენადაც მესმის სრული თანხმობა იმის თაობაზე, რა შინაარსით, რა ცნება უნდა გამოვიყენოთ, თქვათ მოდერნიზმი, ავანგარდი, ცნებები, რომელიც ამ ეპოქას ეხება. ჯერ მიღწეული არ უნდა იყოს, მაგრამ მიახლოები ძალიან ზოგადად, მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ერთი ტერმინი, თუ მეორით აღინიშნება გარკვეული ცვლილება მხატვრული შემოქმედების თვით მიმდინარეობისადმი. ახლა საქმე რა არის, რომ მე-19 საუკუნის ალბათ მესამე-მეოთხედამდე ალბათ შეიძლება 60-იან წლებამდე ხელოვანი ყოველთვის დაწყებული, აღარ ვიცი, პალეოლითური გამოქვაბულებიდან საუბრობენ ან ფიქრობენ იმაზე, როგორ გადმოსცენ ის, რასაც ხედავენ, ან რასაც გრძნობენ. ახლა ეს სხვადასხვა დროს რამდენადმე სხვაობს. ან თქვათ, რას ფიქრობენ. საუბარი არის ყოველთვის გამოსახულების შესაბამისობაზე რაღაცასთან, იდეასთან, ბუნების შთაბეჭდილებასთან, რაღაცასთან. ახლა თვითონ მე-19 საუკუნის ვითარებიდან თუ გამოვალთ, იქ თავიდათავი ის არის, რომ ხელოვნება უკვე სახვითი ხელოვნებას გულისხმობ ცხადია აღორძინების ეპოქიდან მოკიდებული სადღაც მე-13 საუკუნის ბოლოდან მე-14 დასაწყისიდან ლამობს გადმოსცეს ის, რასაც თვალი ხედავს, იმ საგნების ფიზიკური თვისებები, რომელსაც აღიქვამს მხედველობა. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვექტორია, მხოლოდ მიმართულებაა, თორემ აბსოლუტურად ნატურალური ხელოვნება არც როდესმე არსებულა და ვერც იარსებებს, რადგან იგი თავისი ბუნებით პირობითია. სრულებით შეუძლებელია დავისესხები ფრანგ განმანათლებელი დენი დიდროს, რომელიც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს მარჯვეთ თქვა, მზე, რომელიც სურათზე ანათებს, ის მზე არ არის, რომელიც კაშკაშებს საზე. შეუძლებელია გადმოსცეთ შუქის ძალა ფერებით, ამიტომ თქვენ რაღაც უნდა მოიმოქმედოთ, რაღაცა პირობითი ხერხები უნდა მოიმარჯვოთ, რომ მსგავსი რამ შთაბეჭდილება ადამიანს შეაგონოთ. სურათის მხილვას. ეს სრულებით განსხვავებულად შეიძლება იყოს
მიღწეული ზოგჯერ მაგალითად უბრალოდ ოქროს ფონი იქნება და კაშკაშებს და თქვენ ნათელს ხედავთ ამ შემთხვევაში არა უბრალოდ მზის ნათელს არამედ მიღმიერ ნათელს მაგრამ ასეა თუ ისე ის რაც შუქი უნდა იყოს ან ნათელი უნდა იყოს ჩვენს ფიზიკურს ან თუ გნებავთ სულიერ აღქმაში ამ შემთხვევაში თქვათ ოქროს ბრწყინვალებით არის გადმოცემული ხო რენესანსის აქეთ ასეთ პირობით ხერს ვერ მიმართავენ აქ სხვა რიგის მხატვრული პირობითობა გვაქვს და აქ უკვე ცდილობენ მუქის და ნათლის ან მუქი და ნათელი ფერის ან კიდევ ფერების ინტენსივობის სხვადასხვაობით მოგვცენ რაღაცა მსგავსი ადეკვატური შეგრძნება აი ეს იცვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან წინ სულ უფრო და უფრო მოდის ასე ვთქვათ წმინდა მხატვრული ნაკლებად რაღაც საგნის გადმოცემაზე ორიენტირებული არამედ ამ დროს ეს მაინც უფრო ასე განისაზღვრება ხოლმე ან შინაგანი ხილვის შინაგანი შეგრძნების გამოხატვის ან კიდევ ისევ ქვეყნიერების ოღონდ მის თვალით არც თუ ხილულ კანონზომიერებათა გამამჟღავნებელი ხელოვნება მაგალითად პიტ მონდრიანი ამბობს რომ როცა ის თეთრ ტილოზე დაიტანს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სხვადასხვა ფერის ზოლებს ამით ის გამოხატავს იმ ძირითად კანონზომიერებას რაც ახასიათებს სამყაროს ეს არის მიზიდულობის ძალა და მისი შემხედრი ჰორიზონტალური სიფრთხე აი ამ ძირითად დაპირისპირებას რაც მისი აზრით მთელს ბუნებას გაზრდებს უნდა ასახავდეს მისი მხატვრობა ნუ დავუშვათ ექსპრესიონისტი მხატვრები როცა ხატავენ მობობოქრე ფერებს გადაბრეცილ სილუეტებს გადაყირავებულ ფიგურებს ისინი ამბობენ რომ ამით გამოხატავენ იმ შინაგან დინამიკას რაც ბუნებას ახლავს ნუ რაც საფუძველს პოულობს ჯერ კიდევ ვინსენტ ვან გოგის მხატვრობაში ხო ამასთან დაკავშირებით რა კი ახლა საუბარი აღარ არის ბუნების საგანთა თვისებებზე არამედ სხვა რაღაცეებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე თვითონ მხატვრულ ფორმას რასაკვირველია ხელოვანი ყოველთვის და ყველა დროს ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ მუშაობენ, როგორ აგებენ სურათს, ან როგორ აგებენ, ვთქვათ, ლექსს, ან როგორ აგებენ, რა ვიცი, რომელიღაცა მუსიკალურ ნაწარმოებს. მაგრამ ასეთი ხაზგასმული ზრუნვა სწორედ ფორმაზე, ფორმის საშუალებებზე ადრე არ შეიმჩნეოდა. ყოველ შემთხვევაში ის არ იყო ასეთ ზომამდე გააზრებულ, გაცნობიერებული. აქ იმამობ ხელოვანი მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნის დასაწყისში იმაზე ლაპარაკობდა თუ როგორ ესმის მას ბუნება. კლასიცისტი ამბობდა რომ ბუნება უნდა გაწმინდოს შემთხვევითობისგან და გამოაჩინო მისი ჭეშმარიტი საზრისი. რომანტიკოსი ამბობდა რომ ბუნებაში თავისი საკუთარი მე უნდა იპოვო, მასთან საკუთარი შესატყვისობა უნდა ნახო. მაგრამ მაინც ლაპარაკი იყო რაღაცის რაღაცასთან, სუბიექტის რაღაცა ობიექტთან დამოკიდებულებაზე. აი ახლა ობიექტი თითქოს ხრებაო და წინ მოდის სუბიექტი, რომელიც რაღაცას გამოთქვამს. არა უშუალოდ დანახულ, არამედ რაღაც სხვაზე, მოაზრებულზე, ნაგრძნობზე, არა უშუალოდ ხილულზე, არა უშუალოდ გაგონილზე, ვთქვათ, მუსიკისთვის, არა უშუალოდ შენიშვნულზე ლიტერატურაში. ამიტომაც ამბობენ მაგალითად ჩემი უფროსი კოლეგა ბატონი გიორგი ხოშტარია რომ ავანგარდის მოდერნის ხელოვნება პირველ ყოვლისა მხატვრული ენის ხელოვნება მხატვრული ენის თავისებურებათა და თვისებათა გამოვლენი ხელოვნება ეს გარკვეული თვალსაზრისით ნამდვილად ასეა და ამ კუთხით რომ შევხედოთ თუნდაც ჩვენ მხატვრებს ჩვენ დავინახავთ რომ აქაც ეს არის ვთქვათ ლადო გუდიაშვილი სრულებით შეგნებულად ეძებს თანახმიერებას ქართულ ფრესკასთან ან გვიან მე-16-მე-17 საუკუნეების ჩვენსავე და აღმოსავლურ მინიატურასთან დავით კაკაბაძე აგრეთვე ეძებს ძირებს ძველ ქართულ ხელოვნებაში მაგრამ თან კიდევ ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებაში პოულობს რაღაცას ელენე ახვლედიანი და ქეთო მაღალაშვილი ცდიან სხვადასხვა ხერხებს ამ დროს თქვათ ელენე ახვლედიანი უფრო აგრეთვე სილუეტის გამომსახველობას ფერადი ლაქის გამომსახველობას არა ძალიან ინტენსიურის მაგრამ ყოველთვის შეხამებულის ნახატის თავისუფალ გამოვლენაში ეძებს ემოციის გამოხატვას ქეთევან მაღალაშვილი ცოტა მოგვიანებით
ხან რაღაცა იმპრესიონისტულ ხერხებს მიმართავს, ხან უფრო სამუზეუმო მხატვრობის ხერხებს, უფრო რენესანსული, ადრე ბაროკული ხელოვნებისას. დაუშვათ სიდამონერის თავი, რომელიც აგრეთვე საკმაოდ მრავალგვარია, მაგრამ ყოველთვის გრძნობ, რომ ის რაღაცას ეძებს, აგრეთვე ქართულ ფორმას ეძებს, აი რაზეც ჩვენ წინაჯერ საუბრობდით, რომ ეროვნული ფორმის გამოვლენა ხელოვნებაში, ეროვნულობის სახილველყოფა არის ახლა ერთ-ერთი მიზანი და ეს სიდამონერის თავთანაც ჩანს. როგორ ხელსაც უნდა მიმართავდეს ის, ზოგჯერ გეჩვენება, რომ ის შეიძლება რაღაცა აი მოდერნის ხერხები არის იქ, ხან რუსული მხატვრობის, ხან ევროპულის, ხან აღმოსავლურის, სხვაშორის არასდროს არის ეს ეკლექტური, სხვა ნაწარმოებში სხვადასხვა არის ხოლმე, მაგრამ ყველაფრის მიღმა იხილვება ერთი ტემპერამენტით, რომ გარკვეული ესეთი გემოვნებითი ზომიერება არის ყოველთვის ნებისმიერ მის ნაწარმოებში. თუმცა ზოგჯერ 20-იან წლებში ცოტა მოგვიანებით ჩვენ მასთან ნახავთ ისეთ სურათებს, რომელიც ჩემს კოლეგებში და ჩემში რაღაცა გერმანულ-ავსტრიულ ექსპრესიონისტთან იწვევს ასოციაციას და ერთი რამეც უნდა ითქვას კიდევ. ჩვენ დღეს ჯერ კიდევ თლად კარგად არ ვიცით რას იცნობდნენ და რა გზით იცნობდნენ ჩვენი მხატვრები. ახლა როცა ჩვენ ვხედავთ დაუშვათ ფრანგული იმპრესიონიზმისთან, პოსტიმპრესიონიზმის გარკვეულ ესეთ ასოციატიურ გახსენებას ჩვენს იმდროინდელ მხატვრებთან, ეს გასაგებია. თქვათ იმავე მოსკოვში თუ პეტერბურგში მათ შეეძლოთ ეს სურათები ენახათ და უთუოდ ნანახი ქონდათ. მაგრამ აი რამდენად შეეძლოთ მათ ენახათ გარდა მიუნხენში ნასწავლი დიმიტრი შევარდნაძისა გერმანელი ექსპრესიონისტები, მე პირადად არ ვიცი. მე ვერ ხვდები მათ ეს სად უნდა ენახათ, რომ ის ჟურნალები რაც აქ ჩამოდიოდა თითქოს და იმგვარ ხელოვნებას არ ბეჭდავდნენ და არ ასურათებდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ აქ არის რაღაცა პარალელური ძიება, რაკეღა ქართული კულტურა ნამდვილად იმ კალაპოტში იყო, რომელშიც ევროპული, თუმცა კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ის რამდენადმე სხვა გზით მიდის, როგორც ყველა კულტურა, რომელსაც ჩვენ განზოგადებულად ევროპულს ვუყურებთ, სრულები ვუწოდებთ უკაცრავად, სრულებითაც არ იყო იდენტური და მათი გზები სულ არ არის თანადამტხვეული. ეს არის პარალელური, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული ბილიკები ერთი ფართო ან ნაკადებით უგნებავთ ერთ ფართო კალაპოტის შიგნით. ამ მხრივ ძალიან საინტერესო არის დავით წერეთელი, მხატვარი, რომელიც ჩვენ სულ არ ვიცოდით, უბრალოდ არსებობა მისი ვიცოდით. რაღაცა ერთი ნახატი მქონდა ნანახი მე, რომელიღაცა კიდევ სხვა ადამიანს. მე გაგონილი მქონდა, ახლა ბებია ჩემისგან გაგონილი მქონდა, რომ ის იცნობდა, ჩემი დიდი ბებია იცნობდა მის ბებიასა და მამიდას, რომლებმაც ის ქუთაისში ჩამოიყვანეს და მათი დახმარებით სწავლობდა ის ქუთაისის გიმნაზიაში. თვითონ ისინი ქუთაისის სიახლოვეს სოფელ ჭომაში ცხოვრობდნენ, იქ პატარა მამული ჰქონიათ. აი ეს ვიცოდი და ეს და ვიცოდი, რომ იყო გიმნაზია. მაგრამ მე რა აკეთა? არც გამეგო და სხვათა შორის ჩვენი უფროსებიც თუ მას ახსენებდნენ რაღაცა უცნაური ირონიით და მე ვერც მაშინ ვხვდებოდი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ვერ მოვისადრე მეკითხა. რა არის ეს? რატომ ასეთი ჩაღიმება? და შარშან გამოჩნდა მისი ნამუშევრები, მისმა ნათესავმა, ჩამომავალმა, ცნობილმა დღეს მკურნალმა გიორგი ჯავრიშვილმა მოაწყო თავის ცენტრში მის ნამუშევრების გამოფენა და ეს იყო ნამდვილი შოკი. იმიტომ რომ ვერასდროს ვერც ეს ჩვენთანაც ვერ წარმოედგინა არათუ რომ დავით წერეთელი ასეთი მხატვარი იყო, არამედ რომ საერთოდ ასეთი მხატვრობა შეიძლებოდა არსებულიყო. გიმნაზიელია მაშინ ბატონი დავითი და აკეთებს ნამუშევრებს, რომელიც გავს, თქვათ, ფრანგულ მხატვრობას რაღაცით გავს, ახლა ზუსტად იდენტური არ არის, მაგრამ განა იმ დროისას ოდნავ უფრო გვიანს. საიდან შეიძლებოდა მას მოსვლოდა თავში ასეთი ფორმის მიერი იდეები, მე მართალი გითხრათ, საერთოდ არ მესმის. ვერ ხვდები. შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა წყაროები არ ვიცით, მაგრამ ვთქვათ რაღაცა შეხედა, მას ხომ ეს კიდევ უნდა გაეკეთებინა.
ან საიდან ასეთი ოსტატობა, საიდან ასეთი მტკიცე ხელი, თვისება, რომელიც კიდევ რამდენიმე სხვა ქართველ ხელოვანს აქვს და აგრეთვე აბსოლუტურად გაუგებარია. მაგალითად, საიდან აქვს ასეთი წარმოუდგენელი გრაფიკული ოსტატობა პეტრე ოცხელს უფრო გვიან 20-იან წლებში, არც ერთ სულიერ არ ესმის. იმიტომ რომ მას არ შეეძლო ეს ესწავლა. უბრალოდ დროით არ შეეძლო, ის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო. რა იყო ეს თანდაყოლილი ტექნიკა, სახვითი, საიდან მოვიდა, საიდან გაჩნდა, რა მასწავლებლები ყავდათ ამისთანა იმ გიმნაზიებში თუ იმ სკოლებში. სრულებით გაუგებარია. მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ შინაგანი განსაცდელი, რამდენიც გინდა ასწავლე, თუ შიგნიდან არ მოსდევს ხელოვანს, ისევს ვერ გააკეთებს. ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ცოცხალი მაგალითებისას და ისტორიიდანაც და აქ ჩვენ ვხედავთ აი რაღაც აფეთქებას, რაღაც სხვანაირი ინჭიერებისას. ასე რომ ხშირ შემთხვევაში როცა ჩვენ ვიწყებთ ძებნას რაღაცა ანალოგებისას დასავლურ ხელოვნებაში, ეს თათ კორექტული არ არის, იმიტომ რომ ეს პარალელურად ხდება, ჩვენ არ ვიცით აქ წინაუკმობა როგორია და მაინდა-მაინც ჰანს არ პინახა დავით კაკაბაძემ, როცა ბიომორფული გამოსახულებები გააკეთა 20-იან წლებში დასაწყისში პარიზში, თუ ამ თავისი შინაგანი ძიების გზით მივიდა აქამდე. სხვაშორის ეს იმდენად ორგანულია, რომ გიორგი ჩუბინაშვილს აქვს ესეთი გამოთქმა, წყაროს გავლენისას უკვე სამეცნიერო ინტერესი აღარ აქვსო. მართლაც აღარ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს თუ აქამდე მივიდა, ხომ, ასე ბუნებრივად. თქვათ რაღაცა უბიძგა, ან არ უბიძგა. მე ვფიქრობ ეს არსებრივი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვაგნის წაბიძგებული თუ თავისი საკუთარი შინაგანი ლოგიკით ჩვენი მხატვრები მიდიან ფორმის პრობლემის წინ წამოწევისაკენ, მხატვრული ენის წინ წამოსევისაკენ. თუმცა ამას სხვადასხვანაირად აკეთებენ და ერთი რამ აგრეთვე აუცილებლად უნდა ითქვას, წინაჯერზეც გაკვირით ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არ იწვევს მათ შორის დაპირისპირებას. ის რომ ლადო გუდიაშვილი არასოდეს აკეთებს აბსტრაქციას, ის რომ შალვა ქიქოძე მაგალითად ის უკვე პარიზის პერიოდში გამოიკვეთა სრული თვალნათლიობით, უფრო კრიტიკული არის თანამედროვე ყველაფრისადმი, საერთოდ ცხოვრებისადმი, ხელოვნებისადმი, ბევრი მსოფლმხედველობისადმი, ყველაფრისადმი. და დავით კაკაბაძე უფრო ღებულობს მათ და უფრო ცდილობს აითვისოს ყველაზე მემარცხენე, ასე ვთქვათ, რაც კი მაშინ შეიძლება და ენახა. და პირიქით ვთქვათ, ქეთევან მაღალაშვილი სულ არ ცდილობს რაიმე ან კუბისტური, ან ფუტურისტული, ან რაიმენაირი ესეთი მემარცხენე თავის ნამუშევრებში ასახოს. არ მოქმედებს მათ შორის ურთიერთობაზე, როგორც ეს ხდებოდა დასავლეთში. იქ მაგალითად სრულებით აშკარაა, რომ მარტო პიროვნულად კი არა, იმიტომაც რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, პირდაპირ დაუფარავად აღიზიანებენ ერთმანეთს, ვთქვათ, პიკასო და მატისი. ისინი ერთმანეთს იცნობენ, მათ მისვლა-მოსვლა აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთს უშლიან ნერვებს, იმით რომ სხვადასხვა რამეს ცდილობენ და სხვადასხვა რამეს ლამობენ. ჩვენს მხატვრებში ეს არ ჩანს. მათ ძალიან კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ დასაწყისში და ბოლომდე ასე გაიტანეს, რაც კიდევ უფრო უცნაურია, იმიტომ რომ როცა ხანი გადის, როცა ეს გზები იყოფა და აშკარად ერთმანეთის შესახვედრად კი არა, განიგან მიდის. თითქოს ამას უნდა გამოეწვია რაღაცა გაციება ურთიერთობისა და ეს არ მოხდა. აშკარად არ მომხდარა. ეს ძალიან საინტერესო რამ არის და მე არ მგონია, რომ ეს იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენში არ არის ასე მკაფიო მიმართულებები. ცოტანიც არიან და ეს მიმართულება შეიძლება ვერც ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი. მე ვფიქრობ მაინც, რომ თავი და თავი სწორედ ის არის, რომ ჩვენთან ხელოვნება არ არის თვითკმარი, ხელოვნება არის ნაწილი ეროვნული ცხოვრების და ისინი კიდევ ამ კუთხითაც უყურებენ ერთმანეთს, როგორ მონაწილეობენ ქვეყნის შენების მისი წინსვლისთვის ღვწის ერთიან შრომაში, როგორია ყოველი მათგანის წილი. ფიქრობ, რომ ასე იყო. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ სხვა ახსნას ამისა, სხვაგვარად ეს გაუგებარია. ჩემს შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა. აი, ასე თუ შევხედავთ, ეს უფრო რაღაცა ასახსნელი ხდება ჩემთვის. კიდევ ერთი რამეც უნდა ითქვას, რომ ხშირად ამბობენ, ძალიან ხშირად და დიდი ხანია, რომ ამგვარი საგანთან მიმართებიდან
ხატრულ საკუთრივ საშუალებებზე მიმართებაზე გადასვლა წაბიჯგებული უნდა იყოს ფოტოგრაფიის გაჩენით. და ამბობენ, რომ ფოტოგრაფიამ აიღო თავის თავზე საგნების გარეგნული ნიშნების ასახვა და ხელოვანი ამისგან გაანთავისუფლა. ახლა რაღაცა ნაწილი ჭეშმარიტებასა ამაში უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, როცა მხატვარი ხედავდა, რომ ფოტომ ასახა ვიღაცის გარეგნობა, შეიძლება მართლაც გაუშვას აზრს, რატომ უნდა გადმოვხატო ახლა ცხვირი და თვალწარმი, როცა ფოტომ ეს უკვე გააკეთა. მოდი მე რაღაცა სხვას გავაკეთე. მაგრამ მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ უნდა არსებულიყო რაღაც სხვა და პირველ ყოვლისა ეს რაღაც სხვა უნდა არსებულიყო ჩემი წარმოდგენით თვითონ ფოტოხელოვნებასთან მიმართებით. რაღა მაინდა-მაინც მე-19 საუკუნეში გაჩნდა ფოტოხელოვნება. ქიმია და ფიზიკა მანამდეც ხომ იყო. მანამდეც ხომ აკვირდებოდნენ რაღაცა ცვლილებებს, რასაც იწვევდა შუქის დაცემა. იყო კიდე ესეც საინტერესო რაღაცეები, მაგალითად კინემატოგრაფი, ხო, რომელიც ჩნდება კიდევ უფრო გვიან, მე-19 საუკუნის სულ ბოლოს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს ეგრეთ წოდებული ჯადოსნური ფარანი. სადაც იყო სილუეტური გამოსახულებები ერთმანეთზე გადაბმული, რომელიც ესეთი სანთელი იდგმებოდა, რაღაცაზე იყო დაკრული ეს სილუეტური გამოსახულებები და აბრუნებდნენ დოლისებრი რაღაცა მოცულობა იყო და ბრუნავდა და ჩვენ ხედავდით თითქოს ეს ფიგურები მოძრაობენ. ანუ სინამდვილეში კინემატოგრაფი ჯერ მოგონილი არ იყო, მაგრამ გამოსახულების ამოძრავების სურვილი უკვე იყო. და სულ ფიქრობდი რაღაცა ამდაგვარი ხომ არ ხდება ფოტოს თავსაც. და რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს გაჩენილა მოთხოვნა და შესაბამისად მოთხოვნილება, რომლის მსგავსი არ არსებულა როდესმე. ჯერ კიდევ, რა ვიცი, შუმერიდან და ეგვიპტიდან ხშირად გამოსახავდნენ ომს, ბატალურ სიუჟეტებს. მაგრამ არასოდეს არავის მოსვლია აზრად ეზრუნა იმაზე, რომ თქვათ ვიღაცის აკაზმულობა და აღჭურვილობა, ფარი, ლახვარი და მახვილი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც იმ ბრძოლის დროს. მართალია ახლა კი, რა თქმა უნდა, ხა ისეთ ხმას ხატავენ, რომელიც იციან, რომ არსებობს. მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ თქვათ შუა საუკუნეების გამოსახულებებზე ძალიან ხშირად იქ იხატება, თქვათ, აბჯარი, რომელიც იმ დროს აღარ არის, ეს არის ანტიკური აბჯარი. ეს რომელიღაცა გამოსახულებიდან არის გადმოსული. და ძალიან დიდი დაკვირვება საჭირო დიდი სიფრთხილე რომ თქვა ასეთი და ასეთი სატევარი ვთქვათ მე-13 საუკუნის მინიატურაზე იმიტომ არის რომ ვიღაცას იქ კამარზე ჰქონდა მიმაგრებული თანადროულად შეიძლება ეს ასე არ იყოს და აი მე-18 საუკუნის ბოლოს პირდაპირ მოთხოვნა ჩნდება რომ თქვენ ხატავთ თქვა ომს თქვენ უნდა ზუსტად დამიხატოთ ეს რომელი პოლკის, რომელი ნაწილის, რომელი ასეულის ჩაცმულობა. უნდა პირდაპირ თქვათ სამხრეებით და სამკერდე ნიშნავით მე ვასხოვებდი რომელი ოფიცერი, რომელი ღირსებისა ეს რიგითი ჯარისკაცია თუ ვინ არის. იარაღი ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტური სიზუსტით და მე უკვე მე-19 საუკუნეში ასეთი რამეც კი არის. ფაიფურზე დაიხატა სამხედრო რაღაცა ამბები. რუსულ საიმპერიო ფაიფურის ქარხანაში და იქ გამადიდებელი შუშით იწერებოდა ნაწილების ნომრები სამხრეებს ეს რომ წარმოიდგინოს კაცმა ეს რა არის ეს რა საწვალებელია რაღაცა არ ვიცი ალბათ ძაფისებური ფუნჯით ამოიყვანებოდნენ და სხვანაირად ამას ვერ გააკეთებ ეს არის მინიატურაზე მინიატურა და თვალი ამას ვერ ხედავს ეს მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეიძლება დაინახო სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩნდება კაცრი დოკუმენტურობის მოთხოვნა და როგორც კი ეს მოთხოვნა ჩნდება სადღაც 30 წელიწადში წვალებით იგონებენ ფოტოგრაფიას რომელიც რასაკვირველია ამას ნებისმიერ ნახატზე უკეთ ასრულებს აი ასეთი დეტალები რა თქმა უნდა ფოტოს უკეთ ემარჯვება ახლა ფოტოს მიმართება სახვით ხელოვნებასთან ეს ცალკე პრობლემა მე პირადად არც მათი სრული გამიჯვნა მიმაჩნია სწორად და არც სრული გაიგივება ვთქვათ
ფოტოგრაფიის სახვით ხელოვნებათა რიგში ჩაყენებაც თლაც სწორი არ მგონია. მათ ბევრი საერთო აქვს, მაგრამ განმასხვავებელიც აქვს. დღეს არის ესეთი უცნაური ტენდენცია, ყოველნაირი განსხვავება წავშალოთ რატომღაც და ყველაფერი ერთმანეთში ავურიოს. მე არ მგონია ეს სწორი იყოს და არ მგონია ეს იყოს საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფოტო ნამდვილად შეიძლება გაანალიზდეს სახვითი ხელოვნების კატეგორიებით. ნამდვილად იქ ბევრი რამ არის, რაც საერთო არის, მაგრამ ყოველთვის უნდა გვასწავლდეს, რომ თვითონ ქმნა მისი სრულებით სხვაგვარად ხდება, ვიდრე ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ტრადიციული სახვითი ხელოვნების შიგნით ხდებოდა და ამ სხვაობის უგულებელყოფა მე ვფიქრობ მხოლოდ დაგვაკარგინებს რაღაცას და არაფერს მოგვაპოვებინებს. ნუ მაგალითად როგორც ახლა ძალიან იკლო ფოტოს დოკუმენტურმა მნიშვნელობამ დღევანდელი ტექნიკების გამოყენებით ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ მე პირადად უკვე აღარ ვიცი, როცა ფოტოს უყურებ, ეს მართლა ის არის გადაღებული, რაც სადღაც იყო თუ სულ სხვა რამეა გაკეთებული. როგორ უნდა გაირკვეს ეს? ფაქტიურად ყოველ გამოსახულებას ცალკე კვლევა სჭირდება. უკვე იმაზეც არ არის ლაპარაკი, რომ ეს არის მონტაჟი, არამედ რა ვიცი, წაშლილია უბრალოდ რაღაცეები და სხვა რამე არის იქ ჩადებული. მე მეჩვენება, რომ ეს არ არის კარგი, რადგანაც რა ვიცი, ახლა აქვს ეს თვისება მას. აქვს მას ეს უნარი იყოს დოკუმენტური და რატომ უნდა წავართლათ ის და ჩამოვაკლოთ, ჩემთვის სრულებით გაუგებარია. მე მესმის ფოტოს მხატვრულობის მოთხოვნა, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა წავართლათ მას ის დასაბამიერი თვისება, რომელმაც ის წარმოშვა. ეს მე არ მესმის. რა ვიცი, ახლა ვინმე კითხება, ისე იქნება, როგორც იქნება, მაგრამ მე თვითონ მგონია, რომ ეს არ არის სწორი და არც ლოგიკურია. ამას გარდა უნდა გვახსოვდეს ხომ, რომ ის მოვლენები, რომელსაც ჩვენ მე-19 საუკუნის ბოლოს სახვით ხელოვნებებში ვხედავთ, სხვა ხელოვნებებშიც არის, სადაც ფოტო არაფერ შუაშია. როგორც ირღვევა ტრადიციული სახვის სისტემა სახვით ხელოვნებაში, ზუსტად ასევე ირღვევა ის არქიტექტურაში, იქაც ხო ფოტო არ მოუგონიათ, არა? ასევე ირღვევა ის, ვთქვათ, მუსიკაშისაც მით უმეტეს სულ სხვა რაღაცაა, ხომ, იქ საერთოდ იმგვარ ასახვაზე, როგორც სახვით ხელოვნებაში გვაქვს საერთოდ შეიძლება ლაპარაკი. ასევე ირღვევა ტრადიციული ფორმები ლიტერატურაში, ყველგან ერთი და იგივე რამ ხდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთკავშირის გადაჭარბების შეფასებას, ურთიერთშეპირობებულობის მეტისმეტად ხაზგასმას, მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ აქ არის რაღაცა, რასაკვირველია, მაგრამ ეს არ არის მთავარი და ეს არ არის განსაზღვრელი, ეს არის თანმდევი. განსაზღვრელი სხვა რამაა. ერთმა გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა ჟაფემ ეს ასეთნაირად გამოთქვა. იკარგებაო ნდობა ხილული სინამდვილის მიმართ. და მართლაც ბუნებისმეტყველებას მაშინდელი ხომ ეძებს დაჟინებით ისეთ რამეს, რაც ხილულის მიღმა. ნუ თქვათ ფიზიკა ეძებს რაღაცას, რაც არ ჩანს, უნდა ვთქვათ მაგნიტურ ველს, რომელიც არ ჩანს თვალით საერთოდ, ან ელექტრულ ველს, რომელიც არ ჩანს. ფსიქოლოგია, რომელიც იწყებს ქვეცნობიერის წინ წამოწევას, მე თუ მკითხავთ, ვერაფერი წინ ვერ წამოსწია და ის რასაც ქვეცნობიერზე ლაპარაკობენ, ეს ვიღაცეების გამონაგონია იმაზე, რაც მათ არ იციან და არ შეიძლება იცოდნენ, ის რაც არაცნობიერია სრულად, შეუძლებელია იყოს შემეცნებული, შეუძლებელია, მას პირობითი სახელი მხოლოდ შეიძლება დაერქვას. სხვა ამბავია, რომ ის ზოგჯერ არაცნობიერია და ზოგჯერ არაგაცნობიერებადია. მაგალითად, მხატვარს შეუძლია საფუძველში შეუძლია გააცნობიეროს, რატომ უნდა მას დახატოს ასეთი კომპოზიცია და არა ისეთი. მაგრამ ის საბოლოო ჯამში მხოლოდ იქამდე მივა, იქამდე ჩაახსევს, რომ მისი ტემპერამენტული ბუნება ითხოვს მისგან სიტყვაზე ძალიან დინამიკურ გამოსახულებას ან სტატიკურს. ამის იქით ის ვერ ჩავა. იმის იქით იწყება ის, რაც რამდენიც გინდა შენ იქ ხელი აფათურე, სულ ერთია გამოგონილ სახეს დაარქმევ, შენ მხოლოდ ერთი მითოლოგიის ნაცვლად შექმნი მეორე მითოლოგიას. ჩინელი რომ ამბობდა, რომ თქვათ ბუნებაში არის ორი საწყისი, დადებითი და უარყოფითი, იმი და იანი, ვიღაცა თქვა და ადამიანის ბუნებაში იგივეა, ხან ერთი მეტობს, ხან მეორე და ამით განისაზღვრება იქ რაღაცეები. ფიზიკური მოვლენების, ფსიქიკური მოვლენების და საერთოდ ყველაფერი. ეხლა რომელიღაცა იუნგი გვეტყვის, რომ არსებობს კოლექტიური არაცნობიერი, არც ის იმდაიანი უნახავს ადამიანს და ვერ ნახავს ვერასდროს
თუმცა ის შეიძლება არსებობდეს, არც ის კოლექტიური არაცნობიერის შესაძლებელია, სადმე ჩვენ ვიპოვოთ. სულებით გაუგებარიც არის ეს რა არის, მაგრამ ვთქვათ ის არსებობს. ჩვენ არ ვიცით მას როგორ მივაგნოთ, ის სად არის? მას არავითარი ადგილი ჩვენთვის მისაწვდომ სამყაროში არ აქვს. ეს არის მეტაფორა რაღაცისთვის, რაც ჩვენ გონია რომ არის და რის ზემოქმედებასაც ჩვენ თაკუთარ თავში გვგრძნობთ, მაგრამ რა არის ეს ჩვენ არ ვიცით და ვარქმევთ პირობის სახელებს. აი ზუსტად ასევე სახვითი ხელოვნებანიც და არა მხოლოდ სახვითი, ეხლა ეძებენ აი ამ რაღაცას, რაც თვალით უხილავია და ცდილობენ მის წარმოჩენას საკუთრივ მხატვრული საშუალებებით, რომელსაც არ ექნებათ აუცილებლად პირდაპირი დამოკიდებულება რაღაცასთან, რასაც თვალი ხედავს, რაც ყურს ესმის და ასე შემდეგ. ყველგან არის ეს. ყველა სფეროში, ყველა ხელოვნებაში. უარყოთ გარეშე და შიგნით ვეძებოთ ყველაფერი. ან თუ გარეთ ვეძებთ ისევ რაღაცა, რასაც ვერ დაინახავ, რასაც უშუალოდ ვერ მიწვდებ. ამას აკეთებენ ჩვენი ხელოვანიც, ამ დროის აი ეს დასი, რომელიც 1900 წლის შემდეგ ჩნდება და ამ თვალსაზრისით ისინი მართლაც მოდერნისტები არიან ყველანი. ამგვარი მოდერნულობის ნიშნები ჩვენ დავინახოთ შეიძლება იქაც, სადაც ისინი სულ არ არის თითქოს. აი მაგალითად ალექსანდრე უკაცრავად ახალგაზრდა ერეკლე თოიძე, მოსე თოიძის ვაჟი. ის იყო ჩვენი ხელოვნების ვუნდერკინდი. ძალიან ადრე გამოვიდა ასეთ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე, 14-15 წლისა უკვე იფინებოდა. როგორც ჩანს, საკმარისად ოსტატურადაც ხატავდა და ჩვენ რომ ნახოთ მისი ადრინდელი მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევრები, პირველ ყოვლისა მისი დების ალექსანდრე და ნინო თოიძეების პორტრეტები, განსაკუთრებით ალექსანდრე თოიძის პორტრეტი, ეს არის აშკარა ნეორენესანსიზმი. მაგრამ ესეც ხომ ფორმის მიერი ძიებაა, ისიც ხომ სრულების შეგნებულად ამ ფორმით ხატავს. არიან ესეთ სხვებიც, აი როგორ თქვათ, აქვს მთელი რიგი ნეოკლასიცისტური ნამუშევრებისა პიკასოს, ხომ? და ის ხომ ამ ნეოკლასიცისტურობის გამო არამოდერნული არ ხდება, პირიქით ეს ნეოკლასიცისტურობა კიდევ ერთი გზა არის ფორმის მიერის გამოვლენისა და ასე ეს ერეკლე თოიძესთან არის, სულ სხვანაირად, სულ სხვა ასე თქვათ, რეგისტრში და სულ სხვა მჭექარებით, მაგრამ მაინც ასე. აი ამ ზოგადი მოდერნულობის შიგნით ყოველი მათგანი აკი ვამბობ თავის საკუთარ გზას ეძებს. ოღონდ მათ აერთიანებთ, როგორც უკვე ვთქვით, რამდენიმე გზის, ის რომ ისინი ცდილობენ იყვნენ სახილველად ეროვნული, რომელსაც შეხედავ მათ ნამუშევრებში, იგრძნობ, რომ ეს ქართველი მხატვრის ნახელავია. ასეთივე ძიება არის ყველაფერში, არის თეატრში, განსაკუთრებით ალექსანდრე ახმეტელთან, რომელიც დაჟინებით წერს იმაზე, რომ ქართულმა თეატრმა არ უნდა მიბაძოს გაუთავებლად, თქვათ, რუსული ან ფრანგული ან გერმანული ან რომელიღაცა თეატრში შემუშავებულ ფორმებს, არამედ უნდა ეძებოს საკუთრივ ქართული ბუნების, ქართული ტემპერამენტის შესატყვისი სცენური ფორმა. ამას ის პოულობს ხაზგასმულ რიტმულობაში და მისი რაც ყოველთვის ასე აღწერენ და რაც გადარჩენილია კინოკადრები, იქაც თითქოს ასე ჩანს, ცეკვას ემსგავსებოდა, როგორც ჩანს მისი სპექტაკლები, იმდენად რიტმიზებული იყო მოძრაობა, რომ თითქმის ბალეტი იყო, რაღაცა ესეთი უნდა ყოფილიყო. ამას ვეძებენ მუსიკაში, სადაც გნებავთ ყველაფერში. თანადროულად ამ ეროვნულ საწყისთან ყველა მათგანი ცდილობს იყოს თავისი დროის შვილი, არ ჩამორჩეს დროს. ეს კიდევ უფრო რთული ამბავია ვიდრე ეროვნულობა. ეროვნულობა ეს არის რაღაცა, რაც კულტურიდან, ტრადიციით მოგდევს, რაც როგორც ჩანს რაღაცა დონეზე, ლამისა ბიოლოგიაში გადადის, იმდენად შემოდის ადამიანში შიგნით, როგორც ჩანს. მაგრამ აი რაც შეეხება თანამედროვეობას, ეს უკვე ძალიან რთულია. რას ნიშნავს იყო თანამედროვე? 1000-ნაირი ადამიანი არსებობს, ხომ? რომელი არის ეს თანამედროვეობა? და საბოლოო ჯამში ჩვენ რომ შვიდად შევხედოთ ისტორიის დინარებას, ძალიან ნათლად აღმოჩნდება, რომ ის, რასაც ვიღაცეები თანამედროვედ აცხადებენ, არის ხოლმე რაღაცა დროის მხოლოდ ერთი სეგმენტი და პარალელურად ძალიან ბევრი სხვა რამ არსებობს. მათ შორის განაგრძობს არსებობას ისიც, რაც მანამდე იყო.
მათ შორის რთული მიმართებები არასაკვირველია, სხვადასხვა დროს ეს მიმართება სხვადასხვანაირია, მაგრამ აი ამ ეპოქაში, მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით მწვავედ ჩანს თანამედროვეობის სახელის მიმჩემებელთა და დანარჩენთა სხვადასხვაობა. აი ესენი, რომელიც ამბობენ თანამედროვენი ვართო, ეს ასეა დღესაც. სულაც არ არიან უმრავლესნი. და სულაც არ არიან რეალურად განსაზღვრელნი, მაგრამ იმდენს ხმაურობენ, რომ მათ შეიძლება არ დაგვანახონ ან გაგვიძნელონ დანახვა რაღაც სხვა მოვლენების. აი მაგალითად იყო ასეთი ამბავი, რომ 50-იან წლებში, მაგალითად 60-იან წლების ბოლომდე გერმანულენოვან სამყაროში მიიჩქმალნენ თომას მანი და ჰერმან ჰესე, მეტისმეტად ტრადიციონალისტები იყვნენ. და მე რა 60-იან წლების ბოლოდან როცა ორივე გარდაიცვალა, მე ისევ ხელახლა წამოტივდივდნენ. ასე დღემდე არის მიჩქმალული ასეთი არაჩვეულებრივად საინტერესო მწერალი, როგორც არის თქვა ჩესტერტონი ინგლისურენოვან ლიტერატურაში, სამაგიეროდ გაუთავებლად თვალებში გთხრიან, თქვა ჯოის და თქვა ლოურენს. თქვა შეიძლება თემატიკის გამო. ლოურენს რომ არ ეწერა ფიზიოლოგიური სრულებით პროზა სექსუალური მოვლენების გულის გამაწვრილებლად მომაბეზრებელი აღწერით, ალბათ დიდი ხანია დავიწყებული იქნებოდა და არავის დაინტერესებდა, რომ ის ისე კარგად ფლობს ფრაზას. მაგრამ ამან უშველა, ეს თანხმდა გარკვეულ ტენდენციებს დღევანდელ კულტურაში, პირველ ყოვლისა ადამიანის ცხოველობის, ცხოველურობის წარმოჩენის თანამედროვე ჟინს, რომელიც მე თუ მკითხავ ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ადამიანის ბიოლოგიურობა იმდენად აშკარაა, რომ მისი ასე გაუთავებლად ხაზგასმა მე მგონი საინტერესოც არ არის. გასილებით უფრო საინტერესოა, რომ ამ ორ ფეხზე შემდგარ ბიოლოგიურ არსებას სულ სხვა რაღაცა მისწრაფებებიც აქვს, რომელიც არანაირ ბიოლოგიაზე არ დაიყვანება. ხო, მე ვფიქრობ ეს უფრო საინტერესოა. ну ახლა ეს უკვე სხვა საკითხია, ეს უკვე ღირებულებით კამაზე გადავდივართ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თანამედროვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება რაც იმ წუთში ჩვენ გვეჩვენება რეტროთ, აღმოჩნდეს მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ხრივ ძალიან თვალსაჩინო არის იოჰან სებასტიან ბახის დაფასების ისტორია. სრულებით ტყუილია, როცა ამბობენ, რომ მას არ ჰქონდა დაფასება სიცოცხლეში. ეს არ არის სიმართლე. არის ამონაკრებები იმდროინდელი ტექსტების და მაგალითად ერთ-ერთ ტექსტში მას ეწოდება გერმანელი ორფეოსი. თუ შესაძლებელია მუსიკოსს კიდე უფრო დიდი ქათინაური უთხრა, მაშინ მითხრან ეს რა არის. მაგრამ როდესაც ის ხანში შევიდა, ის მისი სიცოცხლის ბოლოს, მართლაც იწყება გარკვეული გადაფასება. იმიტომ რომ შემოდის სხვანაირი მუსიკა და მისი რთული მრავალხმიანობა აღიქმება როგორც რაღაც არქაული. გავიდა სულ რაღაც 50 წელი და აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი, ვინც მას ჩაენაცვლნენ, ისინი მიივიწყეს და სწორედ ის დამოსწიეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მართლაც უზარმაზარი ღირებულება აქვს მის თხზულებებს. ეს ხო შემდგომმა თაობამაც იცოდა, მოცარტმაც იცოდა და ბეთჰოვენი, მუსიკოსებმა იცოდნენ, მაგრამ მსმენელი აღარ ყავდა ამ მუსიკას. და მე აღმოჩნდა, რომ ეს ისეთი განძია, რომ გადაყარეს ყველაფერი, რაც მის მერე მოდიოდა და მას ენაცვლებოდა როგორც მოდური, ხო აქაც უსამართლობაა ჩადენილი. ძალიან კარგი მუსიკა, აი მაგალითად მისი ერთ-ერთი ვაჟი მაინც კარლ ფილიპ ემანუელ ბახი არის შესანიშნავი კომპოზიტორი, მაგრამ თლიანად წაშალა ახლა მამამისი. ახლა ისინია მოსატვირთებებელი ხელახლა. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ის რაც მაშინ დემოდე ჩაითვალა, ყავალგასულად აღმოჩნდა ყველაზე აქტუალური. ეგერ 200 წელია არ გადის ეს აქტუალობა, არის და არის, ხო? და ძალიან დიდი სიფრთხილე ვმართებს ჩვენ, როცა რაღაცის მოძველებულობაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს, რომ ის არის, რაც არის და რასაც ჩვენ დროშესავით ვაფრიალებთ, ის არავის სჭირდება. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.
იმასაც ვიტყვი ბარემ, მაინც ყველა მისის რომ ასე ვფიქრობ, ოშთოში სმენელთა უმრავლესობამ აშკარად იცის, რომ ის რასაც დღეს ვლაპარაკობენ როგორც მომავლის ხელოვნებაზე, სინამდვილეში არავითარი მომავლის ხელოვნება არ არის და მე ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ ჩემი დღევანდელი სტუდენტები და ჩემი ახალგაზრდა კოლეგები მოესწრებიან იმ დროს, როცა დღეს მქუხარე სახელები სანთლით საძიებელი იქნება და ვეღარ მიაგნებ ვერც მათ ნამუშევრას, არც არავინ გაიხედავს მათკენ და აღარც არავინ იფიქრებს, იმიტომ რომ ბევრი საფიქრებელი არაფერია. მაგრამ თავისთავად ეს ხიბლის სიახლე როგორც ღირებულება ნამდვილად არის მე-20 საუკუნეში, ამას ჩვენ ვერ გავექცევით და ეს ხდება ერთგვარი როგორ გითხრათ, ვალდებულებას ხელოვანის. მას ჩვენ საზოგადოება პირდაპირ ვავალდებულებს. ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა მოიტანო რაღაც ახალი. არ იქნება ახალი, აღარ მინდიხარ. ეს არის არასწორი, ეს არის სრულებით უსამართლო. ეს არის სრულებით გაუგებარი, რანაირად შეიძლება ადამიანი, სულ მაგას ვეუბნები ჩემ სტუდენტებს, დილით დგებოდეს იმის ფიქრით, რომ ახლა რაღაც ახალი უნდა შექმნას. შესაძლოა რას ნიშნავს ეს ახალი? საიდან ის? მან რომ რაღაცას ამდაგვარს არაკეთებს ვიღაცა ლისაბონში, ან არ გააკეთა გუშინწინ სადღაც იამაიკაზე. როგორ უნდა გაიგოს ამის შესახებ, ხო? ვერც მიხვდება. ეს არის საშინელი წნეხი, რომლითაც ჩვენ ტანჯავთ და ვაწვალებთ ჩვენ ხელოვანს, ვამრუდებთ მათ ნიჭიერებას, ვუმრუდებთ მათ ცხოვრებას. და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ ახალი სულ არ ნიშნავს კარგს. ახალი შეიძლება იყოს კარგი, რასაკვირველია, რატომ არა? მაგრამ ზუსტად ასევე შეიძლება იყოს ცუდი. ან შეიძლება იყოს უარესი, ცუდი ნუ იქნება, მაგრამ უარესი გუშინდელზე რატომ არა? როცა ესეც ხშირად მithქვამს ჩემი მსმენელებისთვის, ჩნდება ახალი ვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკეთესია რაღაცი, კიდევ უარესია, ხო? იმიტომ რომ უფრო ძლიერია. როცა ჩვენ გვაქვს დღეს რაღაც საზარელი იარაღი, ის უკეთესია, ვიდრე ხმალი იყო. ის არის უარესი, იმიტომ რომ გაცილებით უფრო საშიშია, ხო? არ ვიცი, ახლა მე მაინც მეჩვენება, რომ არ შეიძლება ასე ყველაფრის აღრევა. ძველი და ახალი, ისევე როგორც ეროვნული, ეს არ არის ღირებულება, ეს არის მხოლოდ თვისება, მეტი არაფერი. ეს თვისება შეიძლება იყოს კარგის მომდანი და შეიძლება იყოს ცუდის მომდანი. თუ მაგალითად ქართველმა თუ ააყვა, როგორც აკეთებს უკვე კაიხანია, თავისი რაღაცა მხრივ ძალიან კარგი, ესეთი სუბუქი დამოკიდებულება რეალობისადმი, ის რომ ის არ აჩაგვრინებს სინამდვილეს თავს და პოულობს ყოველთვის რაღაცა სიხარულის საბაბს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ეს ქარაფშუტობად გადავაქციეთ უკვე კაიხანია, ეს ექნება დაუღუპელი, ერთი და იგივე თვისებაა ეს, მაგრამ ის შეიძლება წაიყვანო კარგისკენ, როცა შენ ჯობნის სინამდვილეს შენი შინაგანი მხნეობით და შეიძლება გადაიქცე სინამდვილის შეუსაბამო რაღაცა ფუქსავად უაზრო არსებად, რომელსაც სინამდვილე გაანადგურებს თუ დღეს არა ხვალ მაინც. ეს ერთი და იგივე თვისებაა, მაგრამ ის შეიძლება იყოს ღირებული და შეიძლება იყოს დამღუპველი. ზუსტად ასევე არის ახალი და ძველი. ეს სიახლე შეიძლება იყოს კარგის მომტანი და შეიძლება იყოს მომტანი ძალიან ცუდის. გააჩინე შენ მას როგორ გამოიყენებ, ხო? და კიდევ ერთი რამ, რას ხედავ შენ რეალობაში, რას არჩევ შენ რეალობიდან, სიახლეებიდან, რა მოგაქვს, რისთვის იყენებ ამ სიახლეს. ეს არის, ეს განსაზღვრავს ყველაფრის ღირსებას და მით უმეტეს ხელოვნების ღირსებას. ჩვენი აი ამ თაობის სასიკეთოდ და სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიან კარგად იყენებენ იმას, რასაც თავაზობდა თანამედროვეობა. სხვადასხვა ხარისხით, სხვადასხვა ზომით, სხვადასხვა ოდენობით, მაგრამ ყოველთვის კარგად. ყოველთვის მაღალი მხატვრული შედეგის მომტანად. ყოველ შემთხვევაში ამ დროს ახლა მერე ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, როგორ გაურთულა მათ შემოქმედებითი მუშაობა უკვე საბჭოთა დრომ. მაგრამ ამ დროს, როცა ჯერ კიდევ არავითარი ესეთი გარეშე რაღაცა ლაგამი არ არის, არავითარი ხიშტი მათზე მომართული არ არის, ყველაფერი რასაც ისინი ნახულობენ და გებულობენ, მხოლოდ წაადგება ხოლმე მათ შემოქმედებას. ეს უკვე გამოკვეთილად ჩანს და იმ ნამუშევრებში, რომელიც გამოიფინა 1919 წლის ისტორიულ გამოფენაზე, ის მოაწყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ. იქ იყო წარმოდგენილი ყველა მაშინ ცოცხალი ქართველი მხატვრები პლუს ნიკო ფიროსმანი, რომელიც მათ თავის თანამედროვედ ჩათვალეს სრულებით სამართლიანად. აკეღა როგორც მოგახსენებდით, მათ დაინახეს ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებზე ბევრი რამ ისეთი, რაც შეიძლებოდა
მათ საკუთარ მუშაობაში წაშველებოდა და წასდგომოდა ქართული ხელოვნების წინსვლას. აი საკმარისია ქიმერიონის კაფეში ინახოს სტეპკოს დუქანი ლადო გუდიაშვილისა, შეიძლება იქაც მანახოს როგორ აჟღერა სრულებით სხვანაირად ფიროსმანთან დანახული ხერხები. პირდაპირ როგორ დაემოწაფა ფიროსმანს და რა შედეგი მიიღო. სრულებით სხვა მხატვრული შედეგი. მაგრამ რა თქმა უნდა ფიროსმანი მას ძალიან დაეხმარა. როგორც ჩანს ხებსაც ეხმარებოდა ერთგვარ განთავისუფლებაში ნასწავლი ფორმებისგან ნასწავლის საწინააღმდეგოდ ნამდვილად არაფერი მაქვს, უბრალოდ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ის რაც გასწავლეს შემბოჭავი ხდება. მაშინ დროებით მაინც უნდა მოიცილო ის რომ მერე თუ კლავ დაუბრუნდები უკვე შენ იმორჩილებდე ხერხს და არა ხერხი გიმორჩილებდე შენ. ეს ძალიან ცუდია, როცა ჩვევად ქცეული ხერხი ხდება ხელოვანი. ჩვენ ვიცით ესეთი შემთხვევები, როცა ისეთ ზომამდე გახდა რაღაცა გარეგნული მახასიათებელი ხელოვანისა, რომ ის უკვე ვეღარაფერს ქმნის, ის მხოლოდ მექანიკურად იმეორებს და ყოველ ჯერზე ეს არის სულ უფრო სუდი და ცუდი. ან ყოველ შემთხვევაში სულ უფრო ცარიელი და ცარიელი. შეიძლება გარეგნული ვთქვათ დახვეწილობა კიდევაც შენარჩუნებული იყოს, მაგრამ შიგნიდან იმდენად ცარიელია, რომ უკვე ვეღარაფერს ეუბნება ადამიანს. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა, განსაკუთრებით უკანასკნელი 150 წელია საკმაოდ ხშირად ხდება. სამწუხაროდ. რამასისა. 1919 წლის გამოფენაზე ჩვენი მხატვრები ფაქტიურად წარმოჩდნენ ყველანი ისეთები, როგორადაც ჩვენ მათ ვიცნობთ. კეთო მაღალაშვილი აქ არ არის, მაგრამ აი ესენი ეს ყველან ვიცით ის მხატვრები, რომლებიც ცუდად ვიცით, ყველანი უკვე ისეთები არიან, როგორებიც ის შემდეგ დარჩებიან, სავსებით ჩამოყალიბებულნი. ეს არის ხაზგასმით სათქმელი, რადგან ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ყველაზე უფროსი მათ შორის დავით კაკაბაძე 30 წლისა იყო, დანარჩენები კიდევ უფრო ნორჩები, ასე თქვა. დღეს ეს ასეთი ამასაკის მხატვარი დამწყებად ითვლება და ისინი არიან უკვე სავსებით ჩამოყალიბებულნი და უნდა გითხრათ, რომ ასე აღიქვამს მათ კიდევაც საზოგადოება. მაშინ ქართველობა არ იყოფოდა ასაკობრივ კატეგორიებად. ასაკი იყო შენი შემძლეობა. აი თვისე 50 წლის შესაფერისი, გინდა 15 წლისა იყავი, შენ უკვე ის მოგეკითხება. რამდენიც შეგიძლია. სხვა შორის ზუსტად იგივე ითქმის პროფესიონალიზმს. დღეს გაუთავებლად ლაპარაკობენ პროფესიონალიზმზე. უმრავლესად მე თუ მკითხავ, სწორედ ისინი, ვისაც პროფესიონალიზმი ძალიან აკლია. ისინი ყველაზე ხმამაღლა გახკივიან ამას. და დღეს უკვე გაუგებარია ეს პროფესიონალიზმი რა არის. ხშირად ისე გამოდის დღევანდელი მსჯელობით, რომ პროფესიონალიზმი ის არის, შენ ჯიბეში რა დიპლომის გიდევს. უმეტეს შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყოველთვის როდია ასე. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სამუზეუმო მუშაკი საქართველოსი, მთელი ჩვენი სამუზეუმო ისტორიის მანძილზე, იროდიონ სონღულაშვილი განათლებით ბიოლოგი იყო, მას არავითარი მუზეუმმცოდნეობა არ გაუვლია. მიუხედავად ამისა, კარგადაც იცავდა ექსპონატებს, კარგადაც ფენდა და კარგადაც განმარტავდა. და ნავანი დიპლომიანი ადამიანი იმის მეასე და მეათასეცაც ვერ აკეთებს ასეც აკეთებდა. პროფესიონალიზმი არის ის, რაც შენ ისწავლე. საქმე მხოლოდ ის არის, რომ როცა შენ რაღაც არ იცი და გადმოდგები და კამათობ და მუშტებს იქნებ. აი ეს არ შეიძლება. დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს ქართული ხუროთმოძრების ისტორიის ირგვლივ კამათი და მე მგონი ჩვენ მოკამათეებს გონიათ, რომ ჩვენ მათ ვუწუნებთ დიპლომს, რომ ისინი არ არიან განათლებით ხელოვნების ისტორიკოსები. არა, ჩემო ბატონო. ჩვენ მათ სხვა რამეს ვედავებით, რომელსაც შენ მოდიხარ და რაღაცაზე მეკამათები, შენ ჩემოდენა მაინც უნდა იცოდე. ან კიდევ მეტი. შენ ხომ ამბობ, რომ მე ვწდები, მაშინ შენ იცი რაღაცა, რაც მე არ ვიცი, ხომ? და როცა ირკვევა, რომ შენ იმის მეათედიც კი არ წაგიკითხავს, უბრალოდ არ შეიწუხე თავი იმისთვის, რომ წაგეკითხა ის, რაც მე ვიცი, მე ხო არ გეუბნები, გეკვლია, წაგეკითხა, ეს ხომ შეიძლებოდა? აი მაშინ, რა თქმა უნდა, მე გეტყვი, რომ ეს არ არის პროფესიული. ერთხელ იყო მოვიდა ერთ ჩემი ნაცნობი, თავისთავად ყოველდღე დასაფასებელი ადამიანი და 2 საათი მეჩხუბებოდა და მერე გაირკვა, რომ ხუროთმოძრების ნაწარმოები, რომელზეც ის მედავებოდა, ნანახი არ ქონდა და არა მხოლოდ ადგილზე, არც ფოტო, არც ნახაზი, არც სურათი, არც არაფერი საერთოდ.
არც ერთი ტერმინი, რომლითაც მეკამათებოდა, თურმე მან არ იცოდა შინაარსი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, არ იცოდა. ნუ ახლა რა ვქნა, არ მეჩვენება მე ეს გამართლებულად. კი ბატონო, გინდა ხელოვნებაცოდნეს ედავო, ძალიან კარგი. წელიწად ნახევარი გადადე ყველაფერი, იმუშავე და მე ვილაპარაკოთ და რა თქმა უნდა, არავით არის საუბარი დილეტანტიზმზე აღარ იქნება, მაგრამ ეს უნდა გააკეთო ჯერ, სანამ მოხვალ და დამიწყებ დავას. ისევე როგორც ახლა მე თუ მოვინდომე ფილოსოფოსებს ვეკამათო, მე შემიძლია არ დავეთანხმო ფილოსოფოს, ეს ჩემი უფლებაა. მაგრამ მე თუ ფილოსოფიური დისკუსიის დონეზე ვიწყებ მასთან კამათს, ნუ ძალიან ბევრი მუშაობა მომიწევს, სასაკვირველია. ამიტომ ეს სასაკვირველია, მე როგორც ხელოვნების ისტორიკოსი, რაღაცას მივიღებ ან არ მივიღებ, კიდევ ეს ჩემი სოფხედველობის არჩევანია, ჩემი საქმეა და მომეკითხება, როგორც სოფხედველობით არჩევანი სწორედ ასე, მაგრამ პროფესიული ფილოსოფოსი რომ ვერ ვიქნები და პროფესიონალი ფილოლოგი, თუმცა შეიძლება არ დავეთანხმო ლიტერატურის ცოდნის რომელიღაცა დასკვნას. იმისთვის რომ მე მას ვედავო პროფესიულად, მე რა თქმა უნდა 3 წელიწადი უნდა ვიმუშაო, უნდა გადავაბულბულო, არ ვიცი მე რამდენი წიგნი, აი მე იქნებ თუ რაღაც დონემდე ავედი, იქნებ მქონდეს უფლება უკვე შევეკამათო პროფესიული თვალსაზრისით და არა მხოლოდ მიღება არ მიღების ნახევრად ემოციურ დონეს. აი ეს ჩვენი მხატვრები განურჩევლად იმისა, მათ რა დიპლომები ედოთ ჯიბეში, დავით კაკაბაძეს ბუნებისმეტყველის დიპლომი ჰქონდა. განურჩევლად ამისა, ისინი იყვნენ პროფესიონალი, იცოდნენ ის საქმე, რომელსაც მისდევდნენ. და ვინმეს ოდესმე უთქვამს დავით კაკაბაძისთვის შენ ხატვა არ იციო? რანაირად იტყოდნენ, როცა იცოდა და ყველაფრის კეთება შეეძლო, ყველაფრის ისიც გინდა. ამ თვალსაზრისითაც ეს თაობა არის დიდად დასაფასებელი და სხვა შორის იქ არის ერთი რამე, ჩვენ ზოგჯერ ვფიქრობთ ხოლმე, რომ აი რაღაცა არ გამოუვიდა და მერე ირკვევა, რომ ეს თურმე არის გარკვეული ხერხი. აი მე მაგალითად მეჩვენებოდა, რომ ელენე ახვლედიანი თავის გრაფიკულ ილუსტრაციებში ზოგჯერ ფიგურას ვერ აგებს. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს არის სრულების შეგნებული მისი დამოკიდებულება იმისადმი როგორ იხატება ფიგურა. და რაც მე მგონია ხარვეზი, ეს არის მას რაც უნდა ის. მე აღარ ვამბობ რომ მსგავსივე რაღაცეები აღმოჩნდა საერთოდ იმდროინდელი ილუსტრაციისთვის თურმე დამახასიათებელია, რაღაცა უცნაური გაუმართავობა ნახატის, ასე რომ სანამ რაღაცას დავუწუნებთ ამ თაობის მხატვრებს, ჯერ კარგად უნდა ჩავეძიოთ რაშია საქმე. და შეიძლება აღმოვაჩინოთ სულ სხვა რამ, სულ სხვა გარემოება, ვიდრე ჩვენ ერთი თვალის შევლებით გვეგონა. მე საერთოდაც ყოველნაირ ხელოვნებას ეხება, მაგრამ აქ ეს თვალსაჩინოა, ვინაიდან რაღაც კამათი და რაღაცა მithმა-მოთქმა დღევანდლამდე გრძელდება. სრულებით გაუგებარი ჩემთვის, მაგრამ ეს ფაქტია და დღეს მგონი კიდევ მინელდა, მაგრამ ხომ იყო მთელი ალბათ 30 წელი, როდესაც ფრიად დასაფასებელი ადამიანები, ბევრის გამკეთებელი ადამიანები ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ ამ უფროსი თაობის ქართველ მხატვრებზე, არც მაშინ მესმოდა ეს რას ნიშნავს და არც დღეს მესმის. ვერ გამიგესეთ, საიდან მოვიდა ეს უცნაური მოსადრებები. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ თვალდახუჭულები უყურებდნენ იმ სურათებს, ეგონათ რომ ხედავდნენ, თუ რაღაცა სხვაზე ლაპარაკობდნენ, რაც იქ არ არის. მაგალითად შეიძლება გაგეგოთ მაშინ, რომ დავით კაკაბაძის სურათები სახაზავით არის გავლებული. ახლა ძალიან მარტივია მიხვიდე იმ ტილოსთან ახლოს, შეხედო და დაინახო, რომ ეს ვითომ და გეომეტრიული ხაზები ესეთი არ არის აბსოლუტურად სწორი, ყოველთვის ოდნავ ატალღებულია და გავლებული არის სრულებით თავისუფალი მოძრაობით. ერთი მოძრაობით თან ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ არავით არის სახაზავები და ფარგლები რომ არ არის, აქ იგოვნებთ და შეიძლება დაადასტურო, უბრალოდ ერთნაბიჯით ახლო უნდა მიხვიდე. და 1000 კიდევ აი ესეთი რაღაცა გაუგებრობა და უცნაურობა, რომელიც ხშირად მესმოდა და კიდევ გამიმეორებ, ვერც მაშინ გამეგორა სემყარება და არც ახლა მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი იყო. ასე რომ ჩვენ ქართველი მხატვრების დაფასება როგორც ჩანს კვლავ და კვლავ მოგვიწევს, რათა ისინი ისევ და ისევ გარდა ყველაფრისა დავიცვათ სრულებით გაუგებარი უმადური კრიტიკისგან. უბრალოდ დაუშვებელია. შეიძლება შენ ვიღაცა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ვიღაცა გულთან მიგდიოდეს ან არა, ეს სხვა საკითხია. ვერავინ ვერავის დააძალებს, შეიყვარე ეს მხატვარი და ის მხატვარი ნუო. არ გიყვარს ქართული მხატვრობა, ნება შენია, მაგრამ იმას ნუ დააბრალებ, რაც უბრალოდ სიმართლე არ არის. და ნუ იტყვი რომ თურმე 11 მათგანს ფერის გზნობა არ ქონდა, ნუ რაც უბრალოდ სასაცილო.
როცა ნახავს ადამიანი იგივე დავით კაკაბაძე რამდენ ელფერს იყენებს ერთი ფერისას, ну რა ვიცი მე თუ ამას აკეთებდა ფერის უზნობელი ადამიანი, კი ბატონო, მაშინ მე არ მესმის ფერის შეგრძნება რას ქვია. უბრალოდ ის რომ კოლორიც სხვანაირად აგებს ვიდრე ვიღაცა სხვა, ეს უკვე ჩემო ბატონო სხვა საკითხია სრულებით და სხვა მიდგომა უნდა კიდევაც. ეს შეფასებას არ ექვემდებარება. სხვანაირად აგებენ, ვთქვათ, ჰოლანდიელები კოლორის და ფრანგები და სულ არ ნიშნავს რომ ან ერთია უსინათლო და ან მეორეს, უბრალოდ ორი სხვა ხელოვნება. ზუსტად იგივე არის აქაც. სხვა შეიძლება ეს ეხება ლიტერატურასაც. მე თვითონ თავის დროზე ცოტა მაწუხებდა უცნაურობები, მაგალითად გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის კომპოზიციაში, მისი ქარგის აგებაში. და მართალი გესხა თვალი ამიხილა რაოდენ სამარცხვინოს უნდა იყოს ეს ჩემთვის. სტეფან ცვაიგმა წავიკითხე მისი წინასი რეცენზია, გამოხმაურება რომანზე და ის წერს რომ შეუძლებელია ამ რომანის ევროპული რომანის კრიტერიუმით შეფასება. ეს სრულებით სხვა კანონებით აგებული პროზაო და მაშინ მივხვდი რომ ეს მართლაც პოეტური პროზაა. როგორ შეიძლება ის წაიკითხო ისე როგორც კითხულობ რუსულ, ინგლისურ ან ფრანგულ რომანს? არ შეიძლება, უბრალოდ სხვა, ეს სრულებით სხვა. მის ქარგას მის ამბავს სრულებით სხვა ღირებულება აქვს ვიდრე იმ რომანებში. მას სხვა რამ მოაქვს, იქ მთავარი სხვა. იგივე არის ეს ჩვენს ხელოვნებაში. ამის შემდეგ 19 წლის მერე ჩვენი ახალგაზრდა მხატვრების ერთი ჯგუფი, ჯერ თავიდან ეს არიან ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, მერე მიყვებიან ელენე ახვლედიანი და გედევან მაღალაშვილი, მიდიან უცხოეთში. მე უკვე მოგახსენეთ რომ ისინი ყველანი დაბრუნდნენ, არ შეიძლებოდა არ დაბრუნებულიყვნენ. დარჩა იქ მხოლოდ ერთი მხატვარი, მე რამდენადაც ვიცი, ყოველში მხატრად წასული, სასწავლებლად წასული, დარჩა მარტო ერთი, ფელიქს ვარლამიშვილი. მაგრამ ის წავიდა ცოტა გვიან, უკვე საბჭოთა დროს და ზუსტად ვერ დავიშემებ, მაგრამ მგონია რომ ის წავიდა უკვე თავისი ხარჯით. ანუ ის გარბის უკვე საბჭოთა ქვეყნიდან, მართალია სწავლის მომიზედებით, მაგრამ როგორ ჩანს გარბის და აღარც ის მოვალეობა ვალდებულება აკავშირებს თავის ქვეყანასთან, ვიდრე როგორც ეს ჰქონდათ მის წინამორბედებს. და კიდევ ერთი რამ, როგორ ჩამოყალიბდა ახლა მისი ცხოვრება. ძალიან საინტერესო მხატვარი დადგა. ძალიან საინტერესო. და თითქოს იყიდებოდა კიდეს მისი სურათები, ყოველ შემთხვევაში არ ჩენდა მას თავისი ხელობა. რაღაც კატალოგებიც არის დაბეჭდილი, რაღაც მუზეუმებშიც არის მისი ნამუშევრები. მაგრამ უნახავს ვინმე ის ფრანგი მხატვრების მწკრივში? მე მგონი არა. სადღაც განზე დარჩა. ნამდვილად იმის შეუსაბამოდ, რაც ის რეალურად არის ღირებულების თვალსაზრისით. ის საინტერესო ნამუშევრებს აკეთებს. იმიტომ ხომ არა რომ იმ ხელოვნებამ ის ვერ მიიღო. რომ გითხრათ რომ მის სურათს შეხედავ და პირდაპირ იტყვი ეს ქართველი მხატვარიაო, ყოველთვის ყველა სურათზე ამას აი ესე ვერ იტყვი. გონი რომ ვერ იტყვი. მაგრამ ჩანს ის კულტურა, რომელშიც ის არსებობდა, აგრეთვე არ ღებულობდა ის როგორც თავისას. და უფრო მეტად არ ღებულობდა ვიდრე ვთქვათ პიკასოს, ან შაგალს, ან კიდევ ვიღაცას. არ ვიცი რატომ. შეიძლება იმიტომ რომ ეს კულტურა მათთვის უფრო უცხოა ვიდრე ისინი. ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, ის ვერ გახდა ფრანგი მხატვარი. შეიძლება ის ვეღარ არის ქართველი მხატვარი, არ ვიცი. არ მინდა ვთქვა არ იმეთქი, იმიტომ რომ შეიძლება ვწდებოდა ახლა რაც მე მინახავს, ეს არ არის იმდენი, რაც ზედანი მინახავს, არ არის იმდენი რომ აქ ადრის საბოლოო ჩამოყალიბება შემეძლოს, ყოველ შემთხვევაში მე არ შემიძლია და ახლა იქ დანარჩის ბევრი არ მაქვს თვალით ნანახი და არ ვიცი, შეიძლება რეპროდუქცია მატყუილებს, შეიძლება კიდევ რა ზომა მატყუილებს, არ ვიცი, ბევრი რამე შეიძლება იყოს აქ. ყოველ შემთხვევაში აი ეს დრამატიული ბედი ხელოვანისა, რომელიც დარჩა დროისა და სივრცის გარეთ რამდენადმე მაინც დასაფიქრებელია. პირველ ყოვლისა იმ ქართველი მხატვრებისთვის, რომლებიც ტოვებენ სამშობლოს და ცხოვრობენ იქ იმ უცხოეთში, გასავალიც აქვთ რაღაცა, მაგრამ იფიქრონ იმაზე, ხომ არ ხდება მათი იქ კარგად ყოფნა საკუთარი თავის დაკარგვის ხარჯზე. იმის ხარჯზე, რომ ისინი ვეღარ არიან ის, რაც სინამდვილეში არიან. არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ამის აპრიორი გადაწყვეტა, მაგრამ ხიფათი ამისი ნამდვილად არსებობს. მხატვარი
პოეტის კი არ არის, პოეტს და პროზაიკოსაც კი გაუჭირდა ემიგრაციაში. მხატვრებს გაუჭირდათ ყველაზე მეტად. ეს ძალიან კარგად ჩანს რუსი მხატვრების ნამუშევრებით. ხო, ძალიან კარგი მხატვრები, ჩამოყალიბებული მხატვრები წავიდნენ. ვერცერთი მათგანი ვერ აკეთებს ვერაფერს იმის ფასს, რასაც ისინი აკეთებდნენ თავის ქვეყანაში. კიდე გაუმართლათ იმათ, ვინც თეატრში მუშაობდა. თეატრის დეკორატორები, ბენუა მაგალითად, ის კვლავ ძალიან კარგად მუშაობს, ამით ბაქსტი. მაგრამ როცა ის აკეთებს დაზგურ ნამუშევრებს, ეს აღარ არის ის, რასაც ის აკეთებდა თავის ქვეყანაში. ანუ კაზინაი და სერებრეკოვა, ეს არ არის ის, რასაც ის აკეთებდა მანამდე, წასვლამდე. გასილებით უფრო მჭლეა ყველაფერი. რაცა შინაგან ძალას მოკლებული. ერთადერთი, როგორც ჩანს, ვისაც შეუძლია იყოს აი ასე თავის ქვეყანას მოწყვეტილი, ეს არის როგორც ჩანს მუსიკოს შემსრულებელი. რომელიც მართლაც თავისი საკრავის პირისპირ არის, უფრო მეტად. და ხელოვანი, რომელიც მაინც სინამდვილესთან კონტაქტში შემოდის, მარტო უცხოობაში რაღაცას ვერ ღებულობს, რაც მას აცოცხლებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვანს არ შეუძლია დიდხნობით უცხოეთში ყოფნა, ნაყოფიერ როგორ შეუძლია. მაგრამ როდესაც მისი კავშირი მის სამშობლოსთან წყდება, როცა ის იქ ვეღარ მიდის, აი ამ ცნობილი ანთეოსიუთ, რომელიც ძალას კარგავდა თუ ნიადაგს ხელს არ დააკარებდა. რაღაცა ასეთი ემართებათ. მე მგონი მაინც ასეა. ყოველ შემთხვევაში ბევრი რამ მეტყველებს ამგვარი ვარაუდის სასარგებლოდ. ჩვენს მხატვრებს დანარჩენებს ასეთი განსაცდელი არ დაზგომიათ, მათ სხვა რამ ელოდათ წინ. მაგრამ ვიდრე მათ თავგადასავალზე გადავიდოდეთ უკვე საბჭოთა ძალიან შეცვლილ ვითარებაში, რა თქმა უნდა ვცადოთ ისინი დავახასიათოთ იმდენად, რომელიც შესაძლებელია მარტო სიტყვით და უნახავად, იმის იმედად, რომ მსმენელმა ამ მხატვრების ნამუშევრები ასე თუ ისე იცის და რაღაცები გაახსენდება და ამას უკვე შემდეგ საუბარს დავუთხრობ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.